მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9,24,367 ლარი. მათ შორის კოსმეტიკური პროცედურებისთვის 700,000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75,181 ლარი. მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაძე ქალაქ ინსბრუკში, გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114,682 ლარი. მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში ასევე მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10,673 ლარი. ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6,401 ლარი. სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10,670 ლარი. თინა ბოკუჩავასთვის iPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1,600 ლარი. სოფონი ჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურების და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5,430 ლარი. კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15,873 ლარი. ვერა ქობალიას მშობლების ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად 38,247 ლარი. ლონდონში მკერდით მხატვრის მერედით ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15,989 ლარი. მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო კალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის და მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის, ასევე ესპანეთში მგზავრობისთვის დახარჯულია 115,643 ლარი. მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75,181 ლარი. კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ ციკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88,919 ლარი. ტაილანდის კურორტ ფუკეტში მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127,858 ლარი. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25,117 ლარი. მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64,929 ლარი. შვილისთვის ედუარდ სააკაშვილისთვის iPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2,350 ლარი. მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში პორშეს, მერსედესის და აუდის მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58,876 ლარი. იტალიაში ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინის და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45,214 ლარი. პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33,204 ლარი. საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35,350 ლარი. იტალიაში ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25,227 ლარი. მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და 1 ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49,499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად 7,994 ლარი. ამერიკაში, ინგლისსა და საქართველოში 10 ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53,283 ლარი. მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისთვის ჯამურად გადახდილია 721,827 ლარი. სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად 1 მილიონ ლარამდე. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე 1,400,000 ლარზე მეტი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტის მომსახურებაზე 2 მილიონ ლარზე მეტი. საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის 300,000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად 100,000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად 250,000 ლარამდე და სხვა. აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.